სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო, ძალიან პრაქტიკული, ყოველ შემთხვევაში მე მაინტერესებდა ძალიან, იმიტომ რომ დიდი სურვილი მქონდა მისიონარობის, განსაკუთრებით საქართველოში და სხვა ადგილებში, სხვათა შორის, ქრისტიანულ მისიონერობა, ეხლაც მაქვს გულში ეგ და მაინტერესებდა ძალიან ბევრი საკითხი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ მოხდარიყო მარტო ჩემი ინიციატივით და ეს ყოფილიყო ზუსტად ღმერთის ხელშეწყობით და იმ რეალობით, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ სოფლიოში და ჭირდება თუ არა ფიზიკურადაც ადამიანს, ესე იგი, გვერდზე დგომა, იქ ყოფნა, თუ მარტო საკმარისია დისტანციურად, ვირტუალურად შეიძლება გაავრცელო დაუშვათ სახარება ან სიტყვა. და აინტერესებს ოლივიას, იმიტომ რომ მე გავავრცელე და შეგიძლიათ თქვენც ნახოთ უამრავი მასალა გრეის, ესე იგი, სათემოს მადლის სათემოს ეკლესიიდან, ჯონ მაკარტურის სათემოს ეკლესიიდან სპეციალური მისია მთელ სოფლიოში. ხორვატიაში რამოდენიმე გამიკვირდა, აი სომხეთში არის კანადელი პიროვნება წასულა. მე უშუალოდ გავიცანი, როცა ვიყავი კალამინცევთან, სომხები წამოსულები ბრიტანეთის კოლუმბიიდან ესწრებოდნენ იქ. ასევე ჯონ მაკარტურთან იცით, რომ იქ ცხოვრობენ კიდევაც დიდი დიასპორაა სომხური. და ის კანადელი პასტორიც ოჯახით წასულა სასომხეთში და ეხლაც იქ მოღვაწეობს. ხორვატიაში გითხარით რამოდენიმე, კიევში სემინარია, რუსეთში სამარაში სემინარია. და ძალიან აქტუალურად მიდის იქ მუშაობა. ასევე ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში მე მახსოვს რუმინეთშიც იყო, თვით მგონი კოსოვოშიც იყო და ალბანეთშიც იყო ჯონ მაკარტური ჩასული. ასე რომ ეს კითხვა ძალიან ლეგიტიმურია და ესეთი არის. ქრისტიან მისიონერები როცა მიდიან სადმე, დარჩნენ იქ მუდმივად, თუ მერე უკან დაბრუნდნენ ისევ. რომ ძალიან ბევრი მაგალითად, მე რაც შევატყვი, ხო, კარიერის მსგავსად საჭირო იყო მათი წასვლა, რომ მერე წამოსულიყვნენ აქ და აქ ეკლესია გაეგრძელებინათ ეს უკვე მოღვაწეობა. ლაპარაკი არის უფრო დიდ ეკლესია, როგორც კათოლიცის ახასიათებდა, ხო? მართლმადიდებლობაში ეს ნაკლებად არის, მე თუ მკითხავთ, მართლმადიდებლები აკეთებდნენ, მე მგონი აკეთებდნენ, ახლა უფრო რუსეთი იყო ამაში აქტიურად, რომ გაევრცელებინა მართლმადიდებლობა, მაგრამ ძალიან წარუმატებელი იყო, მე მგონი ეს უფრო ნაციონალურად ვინც მიიღო, თორე რომ გავრცელებული იყო, მაგრამ გადახედეთ ინგლისის ისტორია, რამხელა ამ საქმეში, რასაც ეწყობა ქრისტიანული მისიონერობა. ესპანელები ცდილობდნენ, პორტუგალიელები ცდილობდნენ, ხო? მაგრამ უფრო მათ დიდი მიზანი იყო გაფართოება, ხო? იმპერიის გაფართოება, როცა მოდიოდნენ აქეთ სამხრეთ ამერიკაში და ნახეთ ახლა რა ძალიან არ არის კაი ნაყოფი. პროტესტანტებიც, რა თქმა უნდა, ბრიტანეთის აფართოებდა თავის საზღვრებს და ესეც ერთ-ერთი იარაღი იყო, როგორც ახლა იეღობელობა იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახსოვთ, ხო? მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ მაინც პროტესტანტებმა ღმერთის სიტყვა მიიტანეს, ვიდრე ამათმა რიტუალები. ფილმიც თუ გახსოვთ მისია, ძალიან საინტერესო ფილმია, რობერტ დე ნირო თამაშობს, სამხრეთ ამერიკაში რო ხდება, ხო? და იქ ნახეთ, იქ ძირითადად რიტუალი მიაქვთ. რა თქმა უნდა, უყვებიან ქრისტეს შესახებ, მაგრამ ეს არ კმარა. მაგრამ როცა პროტესტანტულ სამყაროში შეხვალ და განსხვავებას დაიჭერთ, სადაც იყო ბრიტანული მისიები, სადაც იყო პროტესტანტული მისიები, მე-19 საუკუნეში ძალიან აფეთქება იყო და ეს არ იყო არა მარტო ანგლიკანური ეკლესიის, არამედ მე გეუბნებით პროტესტანტების, აი რეფორმაციული პროტესტანტების ჩინეთშიც, აი ნაყოფით სახეზეა მათ. მე უშუალოდ მქონია შეხვედრა სამოელებთან, ნიუზილანდელებთან, ძალიან ბევრთან და შედარებაც არ შეიძლება, რომ შეადაროთ სამხრეთ ამერიკას და თუნდაც იმისე, სადაც პორტუგალია იყო, ხო? თვით ფილიპინები ამის კარგი დასტურია. ასე რომ ეს დიდი ისტორია აქვს მათ და ეხლაც ბუნებრივია ადამიანებს უნდათ, როცა მოისმენენ, რომ შეიძლება სადღაც, როგორც საქართველოში ხა, საქართველოში კი გონიათ, რომ იციან და ბიბლიაც ქონათ, ხო? მაგრამ კარგი იქნება იქაც უშუალოდ, რომ ადამიანებმა ახლოს იყოს ეკლესია, რომელიც სწორ სახარებას ასწავლის. ახლა არიან ხო პროტესტანტები, რომლებსაც აი ეს ბიბლია ჩვენ რომ ხმარ აქვთ, მაგრამ მათი ინტერპრეტაცია მე რასაც ვხედავ, ხო? და ის ავტორები, რომლებსაც ისინი მოიხმარებენ, მაინც არასწორი არის. მით უმეტეს აღარ ვლაპარაკობ მხილებაზე, ადგილობრივი რელიგიის და ადგილობრივი იმის სიბნელეზე. ეს შიშის გამო არ ხდება, ხო?
ასე რომ მოდით მოусვენთ ხალ ჯონ მაკარტური რას ეტყვის რა რჩევას მიცემს დარჩეს მუდმივად იქ საცხოვრებლად გაიხადოს ის სახლი თუ უკან დაბრუნდეს მერე გამარჯობა მე ოლივიე მქვია გამარჯობა ოლივია უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაიხადოთ თქვენი მსახურებისა და ღვთის სიტყვისადმი ერთგულებისათვის გმადლობთ ჩემი კითხვები მისიებს ეხება მისიონერულ მოღვაწეობას უნდა გააკეთონ თუ არა მისიონერებმა როცა ისინი მიდიან და უნდა ქონდეთ თუ არა მათ მსახურების გეგმა და უნდა დაგეგმონ რომ ეს ადგილი სადაც მიდიან თავიანთ სახლად აქციონ თუ უნდა ელოდნონ რომ სახლში დაბრუნდებიან როგორც კი მათი მსახურება აღსრულდება და ჯონ მაკარტური პასუხობს პირველ რიგში ყველაფერი რაც უფალს სურს მათგანის უნდა გააკეთონ უკაცრავად ეს შეიძლება იყოს ცოტა ხნის წასვლა შეიძლება ეს დროებითი იყოს ცოტა ხნის დარჩენა და მერე სხვაგან გადასვლა არ მგონია შენ მთელი გეგმა იცოდე წინასწარ ღმერთს რა აქვს ჩაფიქრებული უფლის სახურების თავგადასავლის საიდუმლო და საინტერესო ნაწილი ის არის რომ არ იცი რა მოხდება შემდეგ მე ვიცი არიან მისიონერები და ჩვენც აყავს რომლებიც სადღაც წავიდნენ და ჩაკეტილები არიან იქ და მთელი ცხოვრება იქ იმყოფებიან და იმ ადგილებშიც არიან დაკრძალულები გახსოვთ ისტორიულად ხომ არიან სხვები რომლებიც ცოტა ხნით მიდიან და აღმოაჩენონ რომ შესაძლოა ახლა ღმერთს სურს მათი სხვაგან გადაყვანა არიან ისეთებიც ვინც მიდის რამდენიმე წლით რჩება სანამ სიტყვით არ გადასცემს მსახურებას ადგილობრივ მოსახლეობას რო დააფუძნებს ადგილობრივ ეკლესიას და ადგილობრივ ადამიანებს უკვე აქვთ ეს საკმარისი სიძლიერე რომ გააგრძელონ ისინი ტოვებენ და გადადიან სხვა ადგილებში ვიმედოვნებთ რომ ეს მოხდება ჩვენ სასწავლო ცენტრებშიც მთელ სოფლიოშიც ჩვენ შევძლებთ საკმარისი რაოდენობის ადგილობრივ მოსახლეობის მომზადებას და მათ შეუძლიათ ამ საქმის გაკეთება და ჩვენი ლიდერები უკვე სხვაგან გადავლენ და ეს გააკეთეს ზუსტად ხო გითხარით უკრაინაში სემინარია რუსეთში სემინარია დააფუძნეს და არც ერთ სხვა რეგიონში მთელ სოფლიოში მე თუ მკითხავთ ისეთი წარმატებული არ არის მსახურება როგორც რუსეთში და უკრაინაშია აი მე შემიძლია ეს პირდაპირ გითხრათ რომ მე ვიცნობ სხვა რეგიონებსაც შეიძლება ლათინოშიც იყოს მაგრამ მე არ მსმენია რომ ესეთი კარგი სემინარიები და ესეთი სწავლება იმიტომ რომ სახეზე არის ხო თვითონ ალექსეი კალამიცევიც აგერ პროკოპენკო ბატონი თეოფილი მალაქიც აზიარებს ხო ამ პიროვნების სამარიდან ექიმი პიროვნება რომელიც პასტორი გახდა ხო და მე თვითონაც უშუალოდ შევხვდი პიროვნებებს რომლებიც არიან იმ რეგიონიდან და თვითონ ზუკევიჩებიც ხო ზაკევიჩები მე მგონი ძმები მაკარტურის უხუცესები არიან წარმოვიდგინეთ ასე რომ მან მართლაც ეთყობა კიდევაც ამ ასე დასაფიქრებელია ჩვენთვის და ჭკუის სასწავლი თვით ბელორუსიაშიც მაკარტურის არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ ბელორუსიაშიც წიგნები იბეჭდებოდა და ქრისტიანები არიან ხო თქვენ უძახეთ ჩამორჩენილები მას ხო აგძელებს ჯონ მაკარტური კიდევ ამ პასუხს ასე რომ ყველა სიტუაცია უნიკალურია ჩვენ არ უნდა ვივარაუდოთ რომ მისიონერის დაბრუნების გამო ისინი რატომაც ერთგულები ან დეტერმინირებული არ აღმოჩნდნენ თავიანთი საქმის მიმართ რომ თურმე ეს არ ყოფილა მათი საქმე არა ისინი უნდა მიყვნენ უფლის გეგმას და თქვენ არ შეიძლება ის იცოდეთ ბოლომდე სანამ ის არ განვითარდება თუ რა იქნება ეს გეგმა კარგით და მადლობა სუხტის ოლივია და ჯონი მაინც აგრძელებს ასე რომ თუ ვინმე გძნობთ სადმე წასვლის სურვილი გაქვთ და ამისთვის ღელავთ რომ შესაძლოა მთელი ცხოვრება იქ დარჩეთ ეს შეიძლება ამ ასაკში თქვენთვის უზარმაზარ ვალდებულებად მოგეჩვენოთ თქვენ უბრალოდ გადადგით ნაბიჯი ეტაპობრივად და ნახეთ მერე რას გააკეთებს ღმერთი და როგორ გამოაჩენს იმ გზებს დარჩეთ იქ თუ გადახვიდეთ სხვაგან კარგით და შიშით არ იმოქმედოთ მადლობა მოსმენისათვის